ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური შეწყალება. ეთერს ვაგრძელებ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის პირველ ჰუმანურ აქტზე საუბრით. 613 მსჯავრდებულს შეეხო და ნათლისღების დღესასწაული ასობით ოჯახისთვის პრეზიდენტმა კიდევ უფრო გაალამაზა. მასშტაბურმა შეწყალებამ მხოლოდ რადიკალები გააღიზიანა. კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის პრიორიტეტი მხოლოდ ერთი პატიმარია, ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ითხოვს შეწყალებას და არც წუხს, არც ინანიებს იმ მძიმე წარსულს, რომლის კვალიც ასეულობით ყოფილ პატიმარს, ბიზნესმენის, პოლიტიკური ოპონენტის, მოკლედ რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთა ჯანმრთელობას დღემდე ატყვია. რა კრიტერიუმებით შეიწყალეს 613 მსჯავრდებული და რომელი უწყებები მონაწილეობდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად საქმეების განხილვაში. ნახეთ საბახვიჩია სპეციალური რეპორტაჟი და პირველად იმედის კვირაში მოისმენთ ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტის ვრცელი კომენტარი. იანვრის დილა. აზრებში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს. მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. მღვდელმსახურება ტარდება პენიტენციური დაწესებულებების ეკლესიებშიც. მსჯავრდებულები სანთლებით ხელში ლოცულობენ. ამ დღეს საქართველოს მე-6 პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მასშტაბური შეწყალების აქტს. მოულოდნელი სიხარულით გამოწვეული ემოცია და ციხეების კარებთან მომლოდინი პატიმართა ოჯახის წევრები. ეს ხდებოდა თითქმის ყველა პენიტენციურ დაწესებულებასთან. საპატიმროები 613-მა მსჯავრდებულმა დატოვა. ბექა ყარყარაშვილმა ოჯახის წევრებს ინფორმაცია შეწყალების შესახებ დაუმალა და მათი მოულოდნელად გახარება გადაწყვიტა. მან ნომერ 16 დაწესებულებაში 2 წელი და 7 თვე გაატარა. ახლა კი თავისუფალია. დავწერეთ ისინი შეწყალებები და რამდენიმე დღეში მოვიდა პასუხი და გაგვანთავისუფლეს. მოვთავისუფლეთ. მაგაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის, რომ გამოდიხარ თავისუფლებაზე, რომელსაც არავინ არ ელოდებოდა, არც მე და არც სხვა და არავინ არ ველოდებოდით მაგას რა. კარებზე კაკუნის დროს მითხრეს, რომ შენი შვილი სახში მოვიდა, ბექა დაბრუნდა. ზღაპარი მეგონა შვილი. მაგრამ ეს ზღაპარი რეალობა აღმოჩნდა. კარებში ჩემი შვილი დავინახე. ეს ბედნიერი წუთების სიცოცხლის ბოლომდე მეხსოვებ. ბატონ პრეზიდენტო, ნახეთ მრავალი გახარებული ოჯახი. ეს იმ შეწყალების აქტის დამსახურება, რომელიც თქვენ ნათლისღების დღესასწაულზე გამოეცით. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი? ეს ჰუმანური აქტია, რომელიც ალბათ საზოგადოებისთვის და ყველა ჩვენთაგანისთვის პოზიტიური გზავნილი არის. როცა ამირჩიეს ეს იდეა მაწუხებდა, გაუზიარე პრემიერ-მინისტრს და შემდეგ უკვე უფლებამოსილების ცნობის შემდეგ დავიწყეთ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა. დარწმუნებული ვარ, როგორ გახარებული იქნებოდნენ ოჯახის წევრები, დედმამიშვილები, მშობლები, მეგობრები და ეს მამოძრავებდა, რომ ეს აქტი აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო პირველივე ეტაპზე. გახარებული ვარ და მადლიერი ვარ, რომ ეს აქტი განხორციელდა. ვის შეეხო რა პრინციპებით იხელმძღვანელეთ კონკრეტული პატიმრების ამ საქმეების განხილვისას და რა თქმა უნდა მათი საპატიმროების დატოვების გადაწყვეტილების მიღების დროს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ბალანსი ყოფილიყო დაცული ერთი მხრივ ჰუმანურობასა და მეორე მხრივ, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. და ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ პატიმრებზე, რომელსაც ჩადენილი აქვს მსუბუქი დანაშაული და ასევე სასჯელის ძირითადი ნაწილი, ვისაც აქვს მოხდილი. აი ეს ამით ვიხემძღვანელეთ და მე მგონი ეს პრინციპი იქნება დაცული შემდგომ ეტაპზეც. 7 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი დავით თაბაგარს. მან საპატიმრო პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა. ყოფილმა პატიმარმა შეწყალების შესახებ ინფორმაცია ციხეში, ტელევიზიით გაიგო. ხო, ყველა იმის მოლოდინში არის, რომ ვის შეეხო, რა თქმა
თქმა უნდა, ეს არის ეიფორია ძალიან დიდი და 20 რიცხვში ორ შაბათს უკვე დაახლოებით ალბათ 12 საათზე ადმინისტრაციაში გადამიყვანეს და მითხრეს უშუალოდ გამოცნეს ის, რომ მე უნდა დამეტოვებინა პენიტენციური დაწესებულება. ეს ენი თავუწერელი ბედნიერებაა. საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა ყაველაშვილმა შეძლო ძალიან ბევრი ოჯახის გახარება, მათ შორის მაგალითად ერთ-ერთი იყო ჩემი მსჯავრდებული, რომელსაც ჰქონდა ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები და ეს ადამიანი შეიწყალა, ის არის ძალიან გახარებული, ასევე მისი ოჯახი არის ძალიან გახარებული და წარმოიდგინეთ 613-მა ოჯახმა დაიბრუნა მისი ოჯახის წევრი და 613-მა ადამიანმა შეძლო რომ ცხოვრება დაიწყოს თავიდან. მოთხოვნა იმაზე მეტი იყო, ვიდრე დაკმაყოფილებული განცხადებები. პატიმრების საქმეების განხილვაში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად სხვა უწყებებიც მონაწილეობდნენ. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის, რომ ყოფილიყო ასეთი თანამშრომლობის შეასრულება გასული წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ადრე იქნებოდა შესაძლებელი ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება ძალიან ბევრ პატიმართან მიმართებით, თუმცა შობს გვიან ვიდრე არასდროს მე მინდა მათ უსრო ყველა სრულფასოვანი დაბრუნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სრულფასოვანი რესოციალიზაცია, რა თქმა უნდა, ამისათვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს. პრინციპში საკმაოდ დრო გქონდა დაახლოებით 3 კვირაზე მეტი, რომ მიგვემართა უწყებებისთვის ეს პრინციპი, რომელიც ჩვენ აღებული გქონდა, ეს მცირე, ასე ვთქვათ, მსუბუქი დანაშაულები და ვისაც მოხდილი აქვს ძირითადი სასჯელი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ დონეზე ყოველი პატიმრის кейსი იხილებოდა, მოთხოვნა ბევრად მეტი იყო, ვიდრე 613-ია, თუმცა სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე, რომ ყველა უწყებას ქონოდა თავისი პასუხისმგებლობა და ეს სამუშაო პროცესი დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგრძელდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახური, ეს კოორდინაციაში ხდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და რა თქმა უნდა, ასევე მთავრობის სხვა რგოლებიც. 4 წელი და 4 თვე ვიჯექი და დარჩენილი მქონდა 2 თვე და ნახევარი. პირველ რიგში ჩემს შვილებთან ერთად ყოფნას და ოდიშის მოხდას და რა ვიცი, მე გამაგრძელებ ალბათ ცხოვრებას. 4 წელიწადნახევარი გავატარე ციხეში. ამ პერიოდში ბევრი რამე გავაკეთე, აქ სწავლა დავიწყე და ჩავაბარე და სწავლობდი და ძალიან ცოტა დამჭა დასასრულებლად. ძალიან მოულოდნელი იყო და ძალიან მადლობელი ვარ ამ საჩუქრისთვის. ბედნიერიც მე არის ჩემთვის ორმაგად, იმიტომ რომ ერთი რომ თავისუფალი ვარ და მეორე ეს ხვალ შვილიშვილს ველოდები. როგორ შეძლო ერთდროულად ამდენი საქმის შესწავლა ყაველაშვილმა 20 პატიმართა შეწყალება უხარია ყველას. ყველას გარდა რადიკალური ოპოზიციისა. პატიმრების გათავისუფლებით განაწყელებულები ბრაზს ვერც საჯარო პოსტებში და ვერც კამერების წინ მალავენ. მიხეილ ყაველაშვილმა როგორ შეძლო 20 დღის განმავლობაში 600-ზე მეტი საქმის შესწავლა რეპრესიებისთვის საჭირო სამუშაო ძალის დამატება და თუ მიზანი ეს არ არის, მაშინ სად არის ანალიზი? დიდი ალბათობით ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი. ამდენი პირი ერთდროულად ბოლო 10 წელია არც ერთ პრეზიდენტს შეუწყალებია. რადიკალები ოვაციებით შეხვდნენ ყოფილი პრეზიდენტის სადავო შეწყალებებს, როდესაც მათ ბანაკში გადასულმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელებზე თავდასხმაში და მკვლელობისთვის ბრალდებულებით ციხიდან გამოუშვა. მის მიერ შეწყალებულთა სიაშია 22 წლის პოლიციელის მკვლელი თარაშ მუკბანიანი, ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. მანამდე კი საკუთარი მამა დაჭრა. ძმები წულუკიძეები, რომელთა სახელები არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. სიაში იყო ყველა, ვის გათავისუფლებასაც გარე პატრონები უბრძანებდნენ. თუ გადავხედავთ ჩვენ ზურაბიშვილის პრეზიდენტობას, მარგველაშვილის პრეზიდენტობას, სააკაშვილის პრეზიდენტობას, ჩვენ ძალიან მარტივად დავინახავთ, რომ ზურაბიშვილი და მარგველაშვილი თავისი პირადი წრის და მათი ახლობლების შეწყალების აქტს უშვებდნენ. თუ არა და ინდივიდუალურად შეგვიძლია ამას ჩვენ გადავხედოთ. აღარაფერი რომ თქვა სააკაშვილზე, რომელიც დამნაშავეების ხელის დაფარების მიზნით იწყალებდა
პატიმრებს და ეს სხვათა შორის არა მარტო ქართულმა საერთაშორისო მართლმსაჯულებამაც დაადგინა. ამ წარსული გამოცდილების ფონზე მიხეილ ყაველაშვილმა სუფუკ დანაშაულში ბრალდებულ პატიმრებს მისცა საშუალება ოჯახებს და საზოგადოებას დაუბრუნდნენ. მაინტერესებს აპირებთ თუ არა მომავალშიც გამოიყენოთ კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეცია. თავისთავად ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ჰუმანური აქტი პოზიტიური, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები არის, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენც აღნიშნეთ, რომ არც თუ ისე მცირე რაოდენობაა ჩვენი პატიმრების, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ამ ჰუმანური აქტის განხორციელება მიუხედავად იმისა, რომ შემდგომშიც გაგრძელდება, აუცილებელია პრევენციისთვის, რომ სახელმწიფომ ნაბიჯები გადადგას ისეთი სფეროების მიმართულებით, რომელიც ამ კუთხით შეძლებს ნაკლები დანაშაულის ცვლილება რომ კონდეს ადამიანს, ხო? სწორედ ამ მიმართულებით იქნება განხორციელებული ქმედებები, როგორც განათლების მიმართულებით, ასევე ჯანსაღი ცხოვრების, სპორტის, კულტურის, რომ ესეთი დარგებია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენ საზოგადოებაში, ასევე ეკონომიკაში, ბიზნესში გვაძლევს ჩვენ უკვე დღევანდელი დღე იმის საშუალებას, რომ ეს თამამები ვიყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინსტიტუტიც ამ კუთხით ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი იყოს განხორციელებული ჩვენს ქვეყანაში. მასშტაბური შეწყალების შემდეგ საპატიმროებში დაახლოებით 8500 მსჯავრდებული რჩება. პრეზიდენტი ამბობს, მზად არის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება მომავალში კიდევ გამოიყენოს ისე, რომ საზოგადოების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.